26 დავალება, რომელიც სტერეომეტრიის ამოცანად დავისახოთ და არის პირველ საწყისი. ქვემოთ ჩამოთვლილი გამონათქვამებიდან რომელია მცდარი? თუ ორი განსხვავებული A და B წრფე M სიბრტყის მართობულია, მაშინ ეს წრფები ერთმანეთის პარალელური უნდა იყოს. აი დავხაზავ მე მაგალითად ესეთ სიბრტყეს, არის აუცილებელი იყოს კვადრატი, წრე და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში. და ეს არის M სიბრტყე და პირობა მეუბნება, რომ A და B წრფე M სიბრტყის მართობულია. მართობულობა ნიშნავს, რომ ის 90 გრადუსიან კუთხეს შექმნის სიბრტყესთან. მე რო დამეხაზა რაღაც ესეთი, არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ის მართობული. იგივენაირად შეიძლება ვთქვათ B წრფეზე, ან განსხვავებულია, არ კვეთენ ერთმანეთს. შეიძლება კვეთენ ერთმანეთს, მაგრამ არიან სხვადასხვა. ისინი ერთმანეთს არ ემთხვევიან. თუ ესეთი მოცემულობა არის და ეს კვეთ 90 კუთხე, 90 გრადუსიან კუთხეს, მაშინ დასკვნა, რომ ეს წრფები ერთმანეთის პარალელურია, სწორია. იმიტომ რომ შეუძლებელია ჩვენ სხვა ვარიანტი განვიხილოთ, რომელიც დააკმაყოფილებს ამ პირობას და დასკვნა არ იქნება ჭეშმარიტი. ეს არის გამორიცხული. ასე რომ პასუხი ჭეშმარიტია და არა მცდარი. ეხლა ნახოთ B პასუხი, თუ ორი განსხვავებული M და N სიბრტყეები A წრფის მართობული, აი ავიღებ ეხლა A წრფეს, წარმოვიდგინოთ ვიზუალიზაციისთვის ესეთი, რომელიც მართობულია M და N წრფისა. სავარაუდოდ ეს არის აი ეგა. ეცემა მართი კუთხით. ესე გავაკეთებ, აი სიბრტყე, სამთაგვარი სიბრტყე. აქვს რაღაცა აი ამთაგვარი სიბრტყე და ეს 90 გრადუსიან კუთხით ეცემა, ცოტა ცუდი ნახაზია შეიძლება. აი აქ ეს არის სწორი, ასე ვთქვათ, წრფე, მდგარი ჯოხი, რომელიც 90 გრადუსით ეყრდნობა როგორც M, ასევე N სიბრტყეებს და მაშინ ეს სიბრტყეები ერთმანეთის პარალელურია, რაც სწორია, იმიტომ რომ ისინი არ გადაკვეთენ ერთმანეთს, ეს ნიშნავს პარალელურობა, ამას ნიშნავს უფრო სწორად. მოდი ვნახოთ G ვარიანტიც. თუ A წრფე M სიბრტყის მართობულია, თუ A წრფე, ეს არის A წრფე, არის M სიბრტყის მართობული, M სიბრტყის მართობული, ხოლო A წრფის გადამკვეთი B წრფე M სიბრტყის პარალელურია, ნახეთ, აი კვეთს, აუცილებლად კვეთს ეს B წრფე A წრფეს და თან პარალელურია, რადგან კვეთს, ანუ აუცილებლად M-ი არ შეიძლება რაღაც სხვა გრადუსით გადაიკვეთოს მასთან, იმიტომ რომ თუ ეს მართობულად არ გადაიკვეთა, გამოდის რომ ის სადღაც M სიბრტყეს გადაკვეთს მისი სათავე თუ მისი ბოლო. აქედან გამომდინარე დასკვნა, რომ ეს წრფები ერთმანეთის მართობულია, სწორია ამ პირობების დაცვით. აქ აუცილებლად 90 გრადუსიანი კუთხე შეიქმნება. აქ რო გადაიკვეთა და არ შექმნილიყო 90 გრადუსიანი კუთხე, აი ყოფილიყო 99 რაღაცა, ის ხო სადღაც გადაკვეთდა, ძალიან დააგვიანდებოდა, მაგრამ გადაკვეთდა მას. და რაც შეეხება D. ახლა ეს წავშლი. რაც შეეხება D პასუხი, ნებისმიერად შერჩეული M და N სიბრტყეებისათვის. ეს ნებისმიერად შერჩეული რადგან წერია, ეს ძალიან მკაცრი სიტყვაა და ანუ როგორ ვთქვათ, ანუ რაც არ უნდა მოიფიქრო, ამას გეუბნება ტესტი, როგორც არ უნდა განაღლავო M და N სიბრტყეო და A წრფისათვის, თუ M-ი პარალელურია N-ას, მაშინ M-ის პარალელურია N-ის.
ეხლა დავხაზავ კერძო შემთხვევას, რომელიც აი ამ დებულებას დაამსხვრევს. ასე ვიტყვი. აი მაგალითად, M სიმტყეა მოცემული, რომელიც A-წრფის პარალელურია. A-წრფის პარალელური. რაცა ესეთი A-წრფი. ასევე გვაქვს N-წრფე, რომელიც არის ასევე პარალელური A-წრფის, როგორ დავხაზოთ ახლა. ვფიქრობ. ესე წარმოვიდგინოთ, აი ესეთი რაღაცა ის სიმტყე ესეთი. დავუშვათ, რომ არსებობს სიმტყე, რომელიც A-წრფის პარალელურია, ხოლო ეს სიმტყე სულ სხვა განზომილებიდან, ამ შემთხვევაში ქვემოდან უყურებს A-წრფეს, მაგრამ მას არ კვეთს. ამიტომაც A-წრფე ნახეთ, როგორ განლაგებული, აი ესეთი რაღაცა რომ გავაკეთოთ კუბის ნაწილში, რომ აი მოცემული არის აი ესეთი რაღაც კედლის კუთხე მაგალითად, ორწახნაგა კუთხეა მოცემული. და აღმართული არის რაღაცა A-წრფე, რომელიც სალსახად არ გადაკვეთს მას, ასე ვთქვი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ არა, რომ M და აი ეს M და N სიმტყე არის ერთმანეთის პარალელური. რა თქმა უნდა არა. მაგრამ შემეძლო დამეხაზა, რომ კუბის ორი მოპირდაპირე წახნაგი, რომელიც მართლაც ამ პირობებს აკმაყოფილებს, მაგრამ ორწახნაგ გამდაგვარი კუთხე აი ამას ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, აქ რო ყოფილიყო შესაძლოა რაღაცა ყოფილიყო, შეიძლება თუ არა ავარჩიო და არის ნებისმიერად შერჩეული და რადგან მე ერთი ვარიანტი მაინც გამოვნახე, რომელიც ამ პირობას დაარღვევდა, ეს დებულება არის მცდარი. ასე რომ პასუხი გვექნება D.